რამდენიმე ხნის წინ ტაბლომედიაზე განთავსდა სრულიად ახალი რუბრიკა ჩემი ტაბლოს კოლუმნ ტაბლოს სვეტი ჰქვია სხვაგვარ ანალიზს გთავაზობთ არა სახელდახელოს არამედ ესე უფრო დამჯდარს უფრო დეტალურს ასე ვიტყვი უფრო სიღრმისეულ იმ მოვლენებზე რომლებიც მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში და არა მხოლოდ მსოფლიოში არამედ ჩვენს ქვეყანაშიც პირველი ეპიზოდი აქ იგითხარით დავდე კიდეც და ყოველ კვირაში ერთხელ არა უფრო ხშირადაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მე გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებებს ამ თუ იმ აქტუალურ საკითხზე ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ მოგიწოდებთ თუნდაც ასე ვიტყვი რომ არა მხოლოდ მე არაკის მაყურებელი იყოთ და დარჩეთ ჩემი მაყურებელი ამ რუბრიკაში მაყურებლად ამ რუბრიკაში არამედ ჩემგან ხელმარცხნე იწერება ხოლმე მაგრამ მინი სტუდია მოვაწყეთ სახლში მე და ჩემმა პროდიუსერმა რომელიც ჩემი მეუღლეა ხო და ახლა კი მეარაკის ჯერია და მეარაკი იწყება ძალიან საინტერესო ამით ხო ბოდის ვიხდი იმაზე გავამახვილებ ყურადღებას რა ქვია თემაზე ტაბლოს კოლუმნ იქ მე ვსაუბრობ პირველ ეპიზოდში ვსაუბრობ ირანზე ვსაუბრობ იმაზე როგორ და რა მიზეზით მიიტანა იერიში ისრაელმა ირანზე რამდენიმე დღის წინ როგორ ჩაერთო პროცესში შეერთებული შტატები და რაღაცა მნიშვნელოვანია ჩვენი კონტექსტის გამორევაც ხოლმე ამ ფართო კონტექსტში მე ვსაუბრობ ირაკლი კობახიძეზე და ირაკლი კობახიძისეულ აღქმებზე რა არის deep state და მეცაც გეტყვით მე ვასკვნიან დასკვნას ვაკეთებ ამგვარს რომ ძალიანაც კარგი თუ deep state დაამარცხებს რუსეთ მოყვარულებს მეთქი და გულისხმობ ირაკლი კობახიძეს ცხადია და გულისხმობ ბიზინა ივანიშვილს უპირველეს ყოვლისა დიახ deep state ანა კობახიძისეული გაგებით ან თუ გნებავთ კობახიძისეული გაგებით არის ჩვენი თავისუფლების კომაგი ჩვენ რომ თავისუფლების მოპოვებაში გაძლიერებაში გვეხმარება იმ deep states გაუმარჯოს მეთქი თუ მაინც და მაინც ეს სადღეგრძელო უნდა წარმოვთქვა ახლა სადღეგრძელოს დრო არ არის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმიტომ რომ ეს ბანდა ირაკლი კობახიძე და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე ამყარებენ აქ დიქტატურას და მე გეტყვით რასაც გულისხმობ პრინციპში ყველა ვიცით მაგრამ აი ერთი ამბავი უნდა გავიხსენო ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე ინფორმაცია კი არა კობახიძე ჩამოდგა კამერების წინ და ილაპარაკა იბჟოტიალა რაღაცები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც თქვა არის შემდეგი არ აღიარებენ რა ამ პარლამენტს ისინი წავლენ ციხეში ანუ უკლებლივ ყველა ჩვენგანი ასე უნდა ასე გონია ასე წარმოუდგენია ამისკენ იღწის ამას ცდილობს ეს და არა მხოლოდ ეს რომ ყველა ვინც არ აღიარებს ამ 26 ოქტომბრის შედეგად მოსულ პარლამენტს რომელიც რასაკვირველია კანონიერი არ არის უკლებლივ ყველას გაუშვებს ციხეში გამოუვა თუ არა მე გეტყვით რომ ვერ გამოუვა იმიტომ რომ ათობით და ასობით ათასი მოქალაქე არ აღიარებს ამ პარლამენტს საკანონმდებლო ორგანოდ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და კობახიძე იქნება თუ თვით მისი ნაჩალსტვა ბიზინა ივანიშვილი რაც უნდა მოინდომონ მათ უკლებლივ ყველას რასაკვირველია ვერ დაგვიჭერენ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ მოინდომებენ ცალკეულ ლიდერების დაპატიმრებას იცით თქვენო დღეს გაიმართა ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეუფარდეს არ შეგვეშალოს ხო მოდით მაინც გადავამოწმებ მაგრამ ბოდის ვიხდია შევალ ფორმულაში ამასობაში ფორმულას სოციალური მედიის გვერდზე და გეტყვით რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეუფარდეს 7 თვე ხო ასევე დაიჭირეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი სხვათა შორის აქვე ვიტყვი რომ ნინო დათაშვილს და შეუფარდეს მას ესე იგი 20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩასმა პოლიციელებმა ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე ვიტყვი რასაკვირველი ოღონდ 2 წუთში მანამდე რაღაცა შემომხდა ნინო დათაშვილის თაობაზე ამბავი ცნობა ინფორმაცია მასზე ვიტყვი 2 სიტყვას ნინოს დაკავება მოხდა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს მასზე დავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ანუ ნინო დათაშვილის სახით ჩვენ გვყავს მეორე სინდისის არა ბევრი სინდისის პატიმარი ყავს მაგრამ აი ზია ამაღლობელის
მსგავსად ცინდის ის პატიმარი და მასაც აღამაღალი ალბათობით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მიუსჯიან კიდეც. ხო, ჯერ არ მიუსჯიათ, აი ზურაბ ჯაფარიძეს კი 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმისადა გამო, რომ ის არ გამოცხადდა ბანდიტი წულუკიანის სასამართლო პროცესზე. ამას რო ვამბობ, მე კარგად ვითვალისწინებ, რომ რომელიღაც ეტაპზე შეიძლება დილით გამთენიისას სისხამდილით როდესაც ბავშვი მიმყავს ხოლმე ასე მაგალითად საბავშვო ასე მაგალითად ბავშვი მიმყავს ხოლმე ასე მაგალითად საბავშვო ბაღში და აკაკუნდო თქვან, აკაკუნდო ამათ მატროიკებმა და თქვანდო თქვენს დაკავებულნი ხართ, უწოდებთ რა თეა წულუკიანის ბანდიტს, უწოდებთ რა ირაკლი კობახიძის ბანდიტს, უწოდებთ რა ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას და ბრძვით თუ ეწინააღმდეგებით თუ ვამარცხებთ რა, ბასტიახ ვამარცხებთ ჩვენ მათ, იმიტომ რომ ეს არის ისტერიკული მდგომარეობა, მათ შორის იმის გამო, რასაც ის ჩადის მისი ოპონენტების წინააღმდეგ, ხო? და ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, ხო, თითქოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე რომ დააკავეს, ამით თითქოს გვაჩვენებს, რომ აი როგორი სამართლიანები ვართ ყველას მიმართო, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. რომეო მიქაუტაძე რეალურად თუ მაინც და მაინც კორუფციაში იყო გახვეული, რეალურად დასაკავებელი იყო, იმიტომ და სხვათა შორის დასაკავებელი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა კორუფციაში დასაკავებელი რომ დააკავეს იმიტომ კი არა რომ ის კორუფციაში იყო გახვეული, არამედ იმიტომ რომ ისინი მათ შიდა დაპირისპირება აქვს და ეს კაცი არის ღარიბაშვილის კლანის წევრი და ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ლევან დავითაშვილის საკმაოდ დიდი ახლობელი და მე მგონია და ინფორმაციაც მაქვს იმის თაობაზე რომ უახლოეს ხანებში ლევან დავითაშვილის დაკავება არა იმდენად, მაგრამ განთავისუფლება კი მოხდება თანამდებობიდან. ეს ყველაფერი მიდის საბოლოო ჯამში იქამდე რომ ლევან დავითაშვილიც კი, რომელიც ამ ბჟუტავი ოდნავ უკეთესია ვიდრე ირაკლი კობახიძე, ლევან დავითაშვილიც კი ჩახსნან სახელისუფლო ვერტიკალიდან. მე ამასობაში გამახსენდა კი არა რაღაც უნდა მეთქვა, ხო? არ აღიარებენ ამ პარლამენტს და წავლენ ციხეში, გვეუბნება ირაკლი კობახიძე და მინდა მეთქვა, ხო, გიორგი გახარიაზე ერა უგასრავად ზურაბ ჯაფარიძეზე, რომელსაც 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, მე მესმის რა მართებულადაც ვამბობ იმას, რომ ესენი ყველას ვერ მოირებიან, მაგრამ 70 კაცს თუ დაიჭერენ, 170-ს, 270-ს, 197-ს, 297-ს დამნიშნულება აქვს, თუ დაიჭერენ ერთი 3 ასეულ კაცს და 3 ასეული თავისუფალი საკანი კი ექნებათ მათ სხვადასხვა საპატიმროში თუ თბილისში და თუ თბილისის მიღმა, ხომ არ გააჩერებენ დანარჩენ 30,000 კი არა გაცილებით მეტ მოქალაქეს. ეს არის კითხვა და მათ აი ეს იმედი აქვს, სწორედ ეს წარმოდგენა აქვს, რომ დაიჭერენ რა რეპრესიებს სხვადასხვა იურიდიულად წოდებული მიზეზით მოსდებენ რა მიზეზებს პოლიტიკოს, ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, აქტივისტს, მათ კრიტიკოს და ასე შემდეგ. ერთი 3 ასეული მოქალაქე რომ დაიჭირონ, მათ აქვთ იმედი, რომ სხვები გაჩუმდებიან. მე კი ვარწმუნებ მათ, რომ 3 ასეული კაცი თუ იქნება საპატიმროში, 6 ასეული კაცი წამოიზრდება ამ ქვეყანაში, რომელსაც თავისუფლების, ამ საზოგადოებაში, რომელსაც თავისუფლების ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს. ამ პროცესის პარალელურად ისინი აქტიურებენ მომხრეებს, რომლებიც აქ ფიზიკური ანგარიშწონებით ემუქრებიან თავისუფლების მოყვარულებს და მე გეტყვით, რასაც გულისხმობ. გუშინ იცით თქვენ, რომ გულდათუთქულმა მეც და ბევრი თქვენგანის არ იყოს ესეთი გულდამძიმებულმა დავდე სამძიმარი ჰქვია ალბათ 12,000 თუ 13,000 ნახვა აქ შემიძლია გადავამოწმო. პარალელურად ამას ვიზავ კიდეც. ღმერთმა დაგლოცოს შენ ვანო ნადირაძე, საუკუნო იყოს ხსენება შენი და ეხლა თუ გნებავთ გადავამოწმებ, რამდენი კომენტარი მოვიდა, ბოდიში ხო სხვა პროგრამით უნდა გავხსნა. ღმერთმა დაგლოცოს შენ 159 კომენტარი კი მოვიდა და მე ზოგიერთ მათგანს ჩავიკითხავ, უბრალოდ ავტორებს არ დავასახელებ და არც სიტყვებს არ გავიმეორებ, მაინც და მაინც, მაგრამ გეტყვით რას წერენ, აი ბოდიშ ესეთი აი ნიუესთ, ანუ ყველაზე უფრო ბოლოები. ნახოთ ნათელში ამყოფოს უფალმა, აი მირანდა მარგველაშვილი 1988, მადლობა მირანდა, ქალბატონო მირანდა, მართალი ბზანდებით რასაკვირველია და ის ემოცია გაქვს ზუსტად რა ემოციაც მაქვს მე. მირანდა ამბობს ასევე მეორე კომენტარია მისი დიდება გმირებსო და უცებ ჩდება ვინმე რომიკო, რომლის გვარიც არის, მაგრამ მე არ დავასახელებ, რომიკო, ნაცებო ლაზარე გრიგორიადისის გმირია თქვენთვის და ვანო ბახმუტელიც
გარდაცვლილ კაცზე, დაღუპულ კაცზე ეს შეიძლება ტროლი სულაც არ არის. ხო, თუმცა რაღაც ტროლური გვარი აქვს გულახდილად გეტყვით, მაგრამ შეიძლება რეალური ადამიანია და მე მართლა მინდა გკითხოთ, რომ დასხდებით ხოლმე ამ სუფრასთან და მიუჯდებით და ლობიოსა რო სჭამთ, ხო? და ღვინოსა რო სვამთ. ასე იქცევით, არ სვამთ ხოლმე, არ შეგისვამთ რაღაც ადგილზე, რა კაცობაა, ასე გეტყვით. მე ხა ნამუსზე კი არ გაგდებთ რომელიმე თქვენგანს, მაგრამ მაინც რა კაცობაა გარდაცვლილ კაცზე ესე ლაპარაკი. მე უკვე კაბერიძეს უდასტურებ 48-25 პატივისცემას დარეჯან კირთაძეს, რომელიც ღმერთმა დაუმკვიდრო სათავსაფრელი ამბობს და უცებ გელა და გვარს არ დავასახელებ კიდევ. და ის პირველ სიტყვასაც არ ჩავიკითხავ, რომელიცაც იწყება მისი კომენტარი და მიგინება პირდაპირ გეუბნებით, რა გჭირთ ხალხო. აი რა გჭირთ, ეხლა მე რო დაგიბაროთ სულ ყველანი სტრელკაზე. არა, სტრელკაზე კი არ გიბარებთ ეხლა საქმის გარჩევას, მაგრამ თქვენ ხო ტროლები არ ახართ უმრავლეს შემთხვევაში. კი ჩვენ გვაქვს ეს სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ მოგქოქათ ამ ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ცენტრალურ ოფისში თქვენ 20 ლარს გიხდიან, მაგრამ რეალურად ვიმიჯელოთ თქვენგან 10%-ით 20%-ია ტროლი და შეიძლება ეს გელა ხო ცნობილი გვარი, გავრცელებული გვარი, სულაც არ არის ტროლი, რა გჭირს? აი გელა მოგმართავ მე შენ, რა გჭირს? მე ხო არ გიცნობ, მაგრამ რა გჭირს? იგივე ეს თქმა შეიძლება სხვებზე და სხვებზე, თუმცა მე ახლა გამოვყოფ პირებს, რომლებიც ვანო ნადირაძეზე ის გარდაცვალების დაღუპვისა და გამო დაღუპული უნდა უწოდოთ მას და არა გარდაცვლილი ჩემი ხვარწმენით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივ ორდინალურ ვითარებაში გარდაიცვალა, აღარ არის ცოცხალი ორდინალურ ვითარებაში მოხდა ის ამბავი რაც მოხდა, იბრძოდა რა ეს კაცი, იბრძოდა რა საქართველოს თავისუფლებისთვისაც, უკრაინის თავისუფლების გარდა, ის მაინც დაღუპულად უნდა მოიხსენიოთ, იმიტომ რომ ეს გულიც ესეთ მოშრიალებულ ველზე არ გახეთქვია, თუ მაინც და მაინც გაასკდომია, თუ მაინც და მაინც გულის მიზეზით გარდაიცვალა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, წერს გიორგი ჰარტი, სამწუხარო ამბავი წერს ჟორჟი მილოშავსკი და ისე ვიგინება ვინმე მამუკა შევიკითხოთ გვარიც არ გვინდა მე მგონი ხო უმრავლესობა აკითხარით ამ კომენტარების 159 კომენტარია ნამდვილი გმირი მაგარი და კარგი ადამიანი და უცებ თიულეთიდან იწერება ვიღაც აშკარად ტროლი, იმიტომ რომ მას გვარსახელიც არ აქვს და რაღაც ესეთი თანხმობა ლათინური თანხმოვანებით კი არის სავსე მისი ეგრეთ წოდებული username-ი, სულ რაღაც DH და H და D არის მისი სახელი, რა ქვია ხო, რა ვიცი, nickname-ი YouTube-ზე. რა გორ გაწევ თიულეთიდან ხარ თუ ხარ მაინც და მაინც რა გაწერინებს ამას. ეს ყველანი ასე ვიტყვი, ვინც თუნდაც არ არის ტროლი, მაგრამ ამას კი წერს, ესენი ყველანი ირიბ, თუნდაც ირიბ კავშირში არიან ან ადგილობრივ ხელისუფლებას და პარტიულ სტრუქტურებთან და დავალებული აქვთ და 20 ლარს იღებენ, ან შეიძლება არც იღებენ, მაგრამ ტვინ გამორეცხილნიკი ხართ, მეთქი ასე გეტყვით. სხვა თუ არაფერი, ჩემთვის არაძვირფასებო, გარდაცვლილ კაცზე ამის დაწერა არის სიბინძურე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ კობახიძე მთავარი რა არის? ესენი გაქრებიან და ვინც ის იქნება მომავალი ხელისუფლების ბანაკშიც კი აღმოჩნდნენ და მათთვის ან მომავალი ხელისუფლებისთვის სასარგებლო კომენტარებიც კი წერონ, უკვე მომავალში აქ მთავარი არის ის, რომ კობახიძე ამათ ეყრდობა და რომელიმე მათგანი არც ერთი მათგანი არ არის ასე მაგალითად ქუჩაში გამომსვლელი, მაგრამ გამომსვლელი და საქმის გამრჩევი და სულ ყველა მათგანი კურდღელია მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს კი არ არის ეხლა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ირაკლი კობახიძე და ეს ბანდა მათ ეყრდობა და სიძულვილს უფსკრულს საზოგადოებებს შორის აღრმავებს და სიძულვილს კი თესავს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, ეს ერთ-ერთი ნაჩალნიკია, არამედ მის მიერ გაკონტროლებული მედია საშუალებები და ტიპები, რომლებიც ერთ-ერთი სკრინი შემომხვდა, რომლებიც მუშაობენ ამ მედია საშუალებებში. გვარი არ მახსოვს ერთ-ერთმა ჩემმა ფრენდმა, რომელსაც მე არც ვიცნობ, 5000 ფრენდი მყავს დაახლოებით, დაწერა, რომ ზანდუკელის 18 ნომერში ვარო და
ვიღაცამ ავსწროეთ ნადირიაძესთან მიმართებაში დამიწერა ამგვარი კომენტარი, რომ მე სკრინების არის, როგორც მე ავტორი არ მახსოვს გულახდილზე გიტყვით და არც იმ სახელი და გვარი მახსოვს, ვინც დაუწერა. ვარკვიე და იმედის თანამშრომელი ყოფილა, ვუთხარი ზამბუკელის 18-ში ხარ, ვარ და მოდი და საქმე გავარჩიოთო და რა საკვირველია, არ ვიტყვი სულ სიტყვას, რომ YouTube-მა ემან არ დამბლოკოს, რა საკვირველი უკან დაიხიაო, მოდი კულტურული და ლიტერატურული ვიქნები. დიახ, საქმეზრობით გება, ბევრი თქვენგანი ხმისამომღები არ არის, მაგრამ აი ესეთი ბილდ სიტყვანი კი ხართ და ამით ასხავთ არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ რუსეთის წისქვილზე წყალს. ამგვარი რუსეთთან დაკავშირებული კომენტარი მე მომივიდა ამ ვიდეოშიც. სლავა რასიო ვიღაცა წერს, დიდება რუსეთსო, რუსეთი და ყველამ ვიცით, ჩვენ რუსეთი იყო და არის და იქნება ჩვენი მტერი და ყველაზე დიდი მტერი მტერთა შორის. რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება? კვლავ ვიმეორებ, იმიტომ რომ ამას აზრს რომ ჩვენ არ შემდგარი საზოგადოება ვიყოთ მეორე მხრივ და არ შემდგარი საზოგადოება ქვეყანა კი არც არავის აწყობს ცივილიზებულ სამყაროში. მეთქი რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა დღეს განიხილავენ, იცით რა, განიხილავენ მათ შორის, სანქციებს, ინდივიდუალურ სანქციებს, კალაძე უნდა ჩამოკიდონ ყურებით რა საკვირველია და ანუ კისაც არ უნდა კონდეს შოპინგებზე სიარულის შესაძლებლობა და ვინც ის იქნება აქამდე მივიდნენ ან არ მივლენ ახლა, მაგრამ მივლენ რომელიღაც ეტაპზე, მაგრამ მათ შორის განიხილავენ, თხილად ეპარებიან საკითხს, რომ ჩვენ პატიოსან მოქალაქეებს ჩამოგვერთვას უვიზო რეჟიმი, უვიზოთ ევროპაში მგზავრობის შესაძლებლობა. ეს იქნება კატასტროფა ოღონდ. კატასტროფა არ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი, ესენი არ ვიცი ამდენად იზავენ მაგრამ მაინც მოვტრიალდებით და ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, კობახიძეს და წულუკიანს, პაპუაშვილს და მდინარაძეს, ივანიშვილს და კიდევ ვინც არიან, მოვთხოვთ პასუხს ამის გამო და მე ამას ხაზგასმით ვამბობ, ყველა დიქტატორი ფსიხდება. ივანიშვილი ჯერ თლად შემდგარი დიქტატორი არ არის, მაგრამ ყველა დიქტატორი ფსიხდება და ივანიშვილის გადაფსიხების სტადიაზეა, გადაფსიხების გზაზეა შემდგარი. ხო და ყველა დიქტატორს ელის რასაკვირველია არა მარტო დამარცხება, არამედ ცხვირით დატყეპება დანარცხებაც ზედაპირზე, იათაკზე თუ ქუჩაში, ამოკლედ ისტორიულ და აქ და ახლა დამარცხებაზე მარცხზე საუბრობ ამ დიქტატორებისა, ვინ არ გაგვიხსენებია ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის ვიღწით, ვინ არ გაგვიხსენებია, რომელ დიქტატორს არ დაუმთავრებია საშინლად, მაინც და მაინც ლეტალურ გადასასრულს არ გულისხმობ, ასადი აგეცოცხალია, მაგრამ ცოცხალმკვდარია რეალურად. ხო, რომელ დიქტატორს არ დაუმთავრებია იმისა და გამო, რომ ზედმეტზე მოუვიდა ადრე თუგვიან ხვედრი და ბედი და სვე უკლებლი ყველა დიქტატორისა არის ამგვარი. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ ნახოთ ჩემი ტაბლოს კოლუმნ, ამგვარი რუბრიკა დაარსდა ტაბლო მედიაზეა YouTube-ზე. ამას მე არ აქვს ხომ მიაქციოთ ყურადღება და მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ტროლებო, ბოტებო და ასევე შმოტებო და ჟმოტებო ხო არა სასაცილო არაფერი არის. ხო თავს თუ შეიკავეთ მაინც და მაინც აზგიათ ისკენით, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენ დამარცხებით. ახლა ვის ვთხოვ ქართული საზოგადოებიდან არ შეეპუოთ და არ შეეგუოთ ამ ტროლებს, არ შეგაშინოთ ამ ტროლმა ბოტებმა და იცოდეთ რომ კობახიძე დაიჭერს ბევრს, დაიჭერს იმაზე მეც ვიდრე ივანიშვილი, ვიდრე ბელით, მაგრამ საბოლოო ჯამში 300,000 კაცს ვერ დაიჭერს და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმეოროთ სიტყვა, ასეთი სიტყვა ამგვარი. ეს არის უკანონო ხელისუფლება, რომელიცაც Deep State ებრძვის, წინა ვიდეო ბლოგის სათაურს ერთგვარად ვიმეორებ და Deep State-მა უნდა დაამარცხოს ეს ბოტები, თუ ეს ბოტების ხო კობახიძის ხო ბოტია რეალურად, ხო ჰიბრიდული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ მოშვერილი და რასაკვირველია დაამარცხებს კიდეც ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხი Deep State-თან ერთად უფრო ზუსტი რო ვიყო, არ შეეპუოთ, ყველაფერი იქნება კარგად. ვიტირე და ვტირივარ ამ მაგარ ქართველზე, ნათელში იყოს მისი გმირული სული. ნანა ჯაფარიძეს და კიდევ რამდენიმე სხვაგვარად ცდილდება მის სახელი, მოკლედ ნანა ჯაფარიძე ჰქვია, 6 საათის წინ მოუწერია ვანო ნადირაძის თაობაზე გამოქვეყნებულ ვიდეო ბლოგში და ამგვარი ჭირისუფალი კი ბევრი ჰყავს, ხოლო გიორგი ხო კაცი არ ყოფილხარ შენ, გიორგი ჭინჭარაულ ყდრებზე და თან უსამართლოდ. აი იმას, რასაც წერს შენ,
ამას უბრალოდ არ ამბობენ. ეს არის რუსობა და შენ ხარ ქართულგვარიანი რუსი. ნახვამდის.